მოგესალმებით ყველას, ეს რუბიტარო არხია, მე რუბი ვარ და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება რა ფიქრი არ აძლევს მოსვენებას, ჩემზე ჩაფიქრებულ პიროვნებას. დღეს გვაქვს ასეთი გაშლა 4 მეფეზე, ირჩევთ პოზიციას თქვენი პარტნიორის ზოდიაქოს მიხედვით. პირველ პოზიციაზე იქნება ჰაერის სტიქია, მერწყული ტყუპების ასწორი, მეორე პოზიციას დღეს იკავებს სტიქია მიწა. ესენი არიან კურო, ქალწული, თხის რქა. მესამე პოზიციაზე იქნება დღეს სტიქია, ცეცხლი, ესენი არიან ლომი, ვერძი, მშვილდოსანი და ბოლო პოზიციაზე დღეს გვყავს სტიქია, წყალი, რომლებიც არიან თევზები, მორიელი, კირჩხიბი. შეგახსენებთ, რომ ჩაწერილ ვიდეოებს უყუროთ, რადგან მაშინ იწყავს ინფორმაცია რეზონირებას, როდესაც ვიდეოს რთავთ და უსმენთ და არ აქვს მნიშვნელობა ვიდეოს უბრალოდ ვიდეო როდის არის საიტზე განთავსებული, ამას არ მიაქციოთ ყურადღება. დავიწყოთ პირველი პოზიციით. მოგესალმებით. ვინც აირჩიეთ, ჰაერის სტიქიის წარმომადგენელი მამაკაცი და გავიგოთ რა ფიქრი არ აძლევს მოსვენებას თქვენზე ამ ადამიანს. აქ ამ პიროვნებას აქვს ასეთი რწმენა წარმოდგენა, რომ თქვენ ცდილობთ ამ ეტაპზე მისი ნატურის, მისი ბუნების შეცვლას, გადასხვაფერებას. ეს ადამიანი ფიქრობს, რომ შეიძლება თქვენ მას ბოლომდე ისეც ვერ იღებდეთ, როგორი თვისებების მქონეც არის, გამოდმებით მასზე მუშაობთ, რომ რაღაც ან აზრები შეიცვალოს, ან რაღაც ცხოვრების სტილი შეიცვალოს. ყოველ შემთხვევაში აქ ადამიანი ძალიან ბევრს ფიქრობს იმ საკითხზე, რომ თქვენ მასში ძალიან დიდი ცვლილებების შეტანას ცდილობთ და ეს ადამიანი გეწინააღმდეგებათ, მუდმივად წინააღმდეგობებში ხართ თქვენ აქედან, ის იქიდან და ამ ფიქრებში ძალიან დაკარგული არის ამჟამად და ცოტათი განერვიულებული შეიძლება ჩავთვალოთ კიდევ. თქვენთან ძალიან დიდი ასე ვთქვათ, ვნებები აქვს, ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ ფიზიკურად ძალიან ახლოს იყოთ, სულ ერთად იყოთ. აქვს მას ესეთი განუმეორებელი შეგრძნებები, ანუ როდესაც თქვენზე იწყებს ფიქრს, მუდმივად აქვს ის შეგრძნება, რომ ძალიან იზიდავთ ვიზუალურად. სექსუალური ენერგია გაქვთ ისეთი, რომ ყოველთვის მასში განსაკუთრებულ ემოციებს იწვევთ. ამ ყველაფერს იაზრებს. ეს ფიქრიც აარანებებს თავს, რომ ყოველთვის თქვენთან აი ამ ვნებიან შეგრძნებებში არის, მაგრამ პლუს ამას თქვენთან ურთიერთობა, სხვათა შორის ერთულება. ამ პიროვნების გადმოსახედით და ფიქრით თქვენი სხეული უფრო უგებს ერთმანეთს. ვიდრე სულიერი თანხვედრა არ გაქვთ. ამ ადამიანის გადმოსახედით დღეს ასე არის საქმე. ამაზე ძალიან ბევრს ფიქრობს, მოსვენებაც ეკარგება, როდესაც იმ წერტილამდე მიდის, როდესაც იაზრებს, რომ თქვენ მასზე ზეგავლენის მოხდენას ძალიან მკაფიოდ ცდილობთ და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ესეთ რაღაც ყოველთვის გამოდმებით რაღაც არჩევანში აყენებთ. შეიძლება ხშირად გაქვთ ესეთი დიალოგი თქვენ, რომ ულტიმატუმს უყენებთ, ან არჩევანის პოზიციაში აგდებთ, ან რაღაცაში გამოდმებით ცდილობთ, რომ უკეთესი ვერსია შექმნათ მისი და ამ ყველაფერს ძალიან ეწინააღმდეგება. დღეს პრობლემად ეს ესახება. დაგემშვიდობებით, გადავიდეთ ჩვენ ახლა მეორე პოზიციაზე. გამარჯობა, მოგესალმებით მათ, ვინც აირჩიეთ თქვენ სტიქია, მიწა. ეს არის შეგახსენებთ კურო, თხის რქა, ქალწული. და გავიგოთ თქვენ შემთხვევაში ამ პიროვნებას რა ფიქრი არ აძლევს მოსვენებას, რა თქმა უნდა თქვენთან დაკავშირებით. შეიძლება ხშირად ორჭოფობთ მასთან, ან თქვენი გეგმები ხშირად იცვლება, ან გამუდმებით
ხვდებით, რომ რაღაცას რომ ეტყვით, ხშირად გაქვთ ესეთი ორმაგი პოზიცია, რომ აი რაღაც დაუგეგმე და ხვალ თქვათ მასთან დიალოგში ხართ და ეუყვებით თქვენს ამბავს, რომ ხვალ სადღაც მიდიხართ. ის ხვალ რომ მოდის და გეკითხებათ, აბა როგორ ჩაიარა დღე მიკრომაპირებდი წასვლას იყავი არა? თქვენ პასუხობთ რაღაცა გეგმები შეუცვალე, სხვაგან წავედი ან რაღაც პირობითად მოუყევი ეს, ანუ თუ მუდმივად რაღაც თქვენს ცხოვრებაში არის დაუგეგმავი საკითხები თქვენს ცხოვრებაში სპონტანურობა ჭარბობს, თუ თქვენს ცხოვრებაში რაღაც ისე მოულოდნელ გადაწყვეტილებებს იღებთ, ან რასაც გეგმავთ იმას არ აკეთებთ, ეს ყველაფერი ძალიან აწუხებს. სულ რომ არ ეხებოდეს მას, აბსოლუტურად მასთან არანაირ კავშირში არ იყოს ეს თქვენი საქციელი ან გეგმები, მაინც რაღაცნაირად და ის შეატყობთ ხოლმე, რომ ხასიათი უფუჭდება. უნდა რომ ყველაფერი იყოს რაღაცნაირად რუტინული, გაწერილი, რაღაც კალაპოტში ჩამდგარი, შეიძლება თქვენს იუმორს ვერ იგებდეს და ხშირად აი ამაზე ბევრს ფიქრობდეს და მოსვენებას უკარგავდეს, რომ აი რა იგულისხმეთ ამ იუმორში ან თქვენს ხუმრობით ნათქვამ სიტყვებს ძალიან სერიოზულად იღებდეს ახლა ეს ადამიანი. სიტუაცია შეიძლება ისიც არ რთულებდეს, რომ ახლა დისტანციაზე ხართ, სხვადასხვა ქალაქებში შეიძლება იყოთ, ან შეიძლება ის მომენტი გქონდეთ, რომ თქვენი საქმებით უფრო აღტაცებული ხართ, დაკავებული ხართ და მოსვენებას ის ფიქრი უკარგავდეს, არ ასვენებდეს, ის განცდა და შეგრძნება, რომ პრიორიტეტები სხვა რამე უფრო არის თქვენთვის, ვიდრე თავად თვითონ პირველ ადგილზე არ დგას ამ ეტაპზე, ან თუ შორს ხართ, გამუდმებით აქვს ის განცდა, რომ აკლია თქვენი ჩახუტება, თქვენი შეხება, თქვენთან ყოფნა და გაღიზიანებული არის აქედან გამომდინარე. სხვათა შორის ისეთი მომენტები აქვს, რომ მუდმივად თქვენი განწყობის გამოცნობაზე არის ორიენტირებული და ფიქრობს თქვენს გუნება განწყობილების შეცვლას რა იწვევს, ვერ იგებს ხშირად ამასაც. ძალიან უკარგავთ მოსვენებას ამ ადამიანს, შვიდად ცხოვრების საშუალებას არ აძლევთ, რადგან განსხვავებული ბუნება გაქვთ, განსხვავებული ხასიათი გაქვთ. თქვენ აბსოლუტურად სხვანაირად უყურებთ სამყაროს, ეს ადამიანი სხვანაირად უყურებს სამყაროს, თქვენ ხართ ლაღი, თავისუფალი, გახსნილი, ეს ადამიანი კიდევ აი ამ ყველაფერს, ამ ტემპს თითქოს ვერ ეწევა, ვერ ყვებათ და თქვენ სხვათა შორის სამეგობრო წრეზე შეიძლება ეჭვიანობდეს, ან მეგობარ მამაკაცებზე ეჭვიანობდეს ამჟამად ეს ადამიანი, იმიტომ რომ რაღაცნაირად აქვს ჩართული ის განცდა, რომ უნდა მეკუთვნოდე მხოლოდ მე, გეგმები არ უნდა გეცვლებოდეს, რასაც ამბობ, იმას უნდა აკეთებდე და აი ამ ყველაფერზე რაღაც მოსვენება აქვს დაკარგული. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ასე არის. დაგემშვიდობებით. გადავიდეთ ჩვენ მესამე პოზიციის განხილვაზე, მოგესალმებით, მესამეებო. ახლა ჩვენ განვიხილავთ სტიქიას, რომელიც არის ცეცხლი და ესენი არიან ლომი, ვერძი და მშვილდოსანი. გავიგოთ ამ პიროვნებას, თქვენ რაზე უკარგავთ მოსვენებას, რა ფიქრები აქვს, რა ფიქრი არ აძლევს თქვენზე მოსვენებას, რაზე ღელავს, ყველაფერი გავიგოთ. აქ თუ მან რაღაც შემოთავაზება გაგიკეთეთ, შეხვედრა დაგინიშნათ, ან სადმე წასვლა უნდა თქვენთან ერთად, ან რაღაც სერიოზული ნაბიჯი გადმოდგა, ან რაღაც შეგეკითხათ და ჯერ პასუხი არ გაგიციათ და რაღაცა მოფიქრების პერიოდში ხართ, იცოდეთ, რომ აი ეს მომენტი აი ძალიან მოსვენებას უკარგავს, რომ რას უპასუხებთ, როგორ მიიღებთ მის სიტყვებს, რა განცდები გექნებათ, გიხარიათ თუ არ გიხარიათ, ბედნიერი ხართ თუ არ ხართ მასთან ბედნიერი. მას ძალიან ღრმა და მნიშვნელოვანი საკითხები აწუხებს თქვენთან. მოსვენებას უკარგავს თქვენი პასუხი, თუ რაღაც მოგწერათ და მალევე არ პასუხობთ, ამაზეც მოსვენება ეკარგება. თუ ჯერჯერობით არ გქონია მას რაღაცა წინადადება, რაზეც ვისაუბრე, ამ პიროვნებას შეიძლება ახლო პერიოდში დაგეგმილი ჰქონდეს თქვენთან ძალიან სერიოზული შემოთავაზება. ეს შეიძლება იყოს ერთად მოგზაურობა, ერთად ცხოვრება, ზოგიერთ თქვენთაგანი შემთხვევაში, აი რაღაც მნიშვნელოვანი ეტაპის ან მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადმოდგმა უნდა თქვენთან და წინასწარ ნერვიულობს, როგორ მიიღებთ ამ ყველაფერს, ამ შანსს მიიღებთ თუ არა, ამ შემოთავაზებას მიიღებთ თუ არა და რაღაც ძალიან ისეთი დაგეგმილი ნაწილის ფორიაქობა აქვს, ანუ დაგეგმა რაღაცა წინასწარ განცდებში არის თუ რა იქნება.
ნუ აქ იცოდეთ ესეთი გაფრთხილება არის, რომ წინასწარ ფიქრობს, რომ თუ თქვენ ამ შანსს მასთან არ გამოიყენებთ და აუარებთ, სათანადოდ არ შეაფასებთ მის მონდომებას, თქვენს მიმართ გაცივდება. შეიძლება ბოლო შანსს გაძლევთ სადღაც თქვათ თუ თქვენი ისეთი თაყვანისმცემელი არის, რომელიც თქვენთან დაახლოებას ცდილობს და ყოველ ჯერზე რაღაცნაირად იგნორს უკეთებთ და ახლოს არ უშვებთ, ეს შეიძლება იყოს მისი ბოლო ცდა და გაითვალისწინეთ თუ ხელიდან გაშვება არ გინდათ ამ ადამიანის დათანხმდით. ყოველ შემთხვევაში ამ პიროვნებას აქვს ესეთი აფორიაქება გულში, რომ მე ძალიან სერიოზულ წინადადებას წამოვჭრი და თუ ჩემგან ეს წინადადება მან სათანადოდ არ დააფასა, მე მასთან გავცივდები, ან ჩემი გზით წავალ, დავანებებ თავს და გავიხურავ კარს. აი რაღაცა თან სერიოზულ ნაბიჯს დგავს, თან წინასწარვე უკან იხევს და პოზიციებს ამაგრებს, უარი შემთხვევაში რა იქნება. თქვენთან შეხვედრა უნდა ამ პიროვნებას ახლო პერიოდში ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი ეტაპი შემოვა მისი მხრიდან იქნება ესეთი ზარი ან SMS-ი, სადაც წინასწარ გეტყვით, რომ თქვენთან მოსვლას აპირებს, შეგხვდებათ, სადღაც გზაზე იქნებით, როდესაც ამ ყველაფერს შემოგთავაზებთ და აუცილებლად შეატყობთ, მიხვდებით, რომ ეს ადამიანი ამ დროს ძალიან ხელავს და ძალიან ხელვარე ემოციური ნაბიჯები ექნება თქვენთან. ესეთი პოზიცია გამოვიდა. დაგემშვიდობებით. და განვიხილოთ ჩვენ თასების მეფე, იგივე სტიქია წყალი, თევზები, კირჩხიბი, მორიელი და გავიგოთ ასეთი რა ფიქრი არაძლევს მოსვენებას თქვენზე ამ პიროვნებას. სხვათა შორის აქ არის ასეთი სიტუაცია, რომ ამ პიროვნების გადმოსახედით ძალიან ბევრი თაყვანისმცემელი გყავთ, სულ ყურადღების ცენტრში ხართ, სადაც არ უნდა წახვიდეთ, სულ რომ ჩვეულებრივი ფოტო დადოთ, სადმე მაინც ყურადღებას იქცევთ. შეიძლება არც გამომწვევად გეცვათ და ჩვეულებრივ რაღაც უცებ სახლის ფორმაში გახვიდეთ, მაგრამ მაინც ყველა თქვენ გაყოლებთ მზერას. ესეთი წარმოდგენა აქვს, რომ გყავთ უამრავი თაყვანისმცემელი, უამრავი ადამიანი, ვინც მის შეცდომას ელოდება და აუცილებლად თქვენს გულს მოიგებენ, მოინადირებენ, ძალიან ეჭვიანი არის აქ ადამიანი, სულ ეჭვებშია, სულ განცდებშია, სულ ყველა ადამიანი მისი მეტოქე არის აბსოლუტურად, ვინც თქვენთან ოდნავ რაღაცას ცდილობს, ან უბრალოდ კომპლიმენტს თუ გეტყვიან, ძალიან ღრმად და ემოციურად უდგება ამ ყველაფერს. მით უმეტეს ახლა თუ ურთიერთობაში არ ხართ და კომუნიკაცია შეჩერებული გაქვთ, მაინც პირველი ფიქრი, რაც მას მოსვენებას უკარგავს, არის ის, რომ ადვილად ჩაანაცვლებთ, სხვა ადამიანს მისცემთ შანსს, სხვასთან წახვალ სხვას შეხვდებით და ესეთი რაღაც ცოტა აკვიატებული ემოციები აქვს. თუ ურთიერთობთ, ეს ადამიანი სხვათა შორის აპირებს თქვენთან დიალოგს, სადაც პირდაპირ და კაცრად და რაღაც მოთხოვნა არის, აი ესეთი რაღაც ულტიმატუმი არის, რომ თქვენ სამეგობრო სიაში ვინც არ მოსწონს, მასთან ურთიერთობა შეწყვიტოთ, რატომღაც მას აქვს რაღაც ესეთი შავი სია, შეთვალიერებული საზოგადოება, მამაკაცები, რომლებიც ძალიან არ მოსწონს და აუცილებლად აპირებს, რომ ეს ყველაფერი თქვენ გითხრათ, რომ ან მეგობრებიდან წარშალოთ, ან მასთან კონტაქტი შეწყვიტოთ და რაღაცა გაცხრილვა მოაწყოს თქვენს სოციალურ სივრცეში. მოსვენება აქვს დაკარგული იმ ადამიანებით, რომლებიც მას საშინელად არ მოსწონს, იმიტომ რომ ისინი მისი გადმოსახედით არიან მისი კონკურენტები, თან ძალიან სერიოზულად უდგება ამ საკითხს და იღებს დიდ საფრთხედ იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენთან აქტივობებში არიან. აი ესეთი ფიქრები არ აძლევს მოსვენებას თქვენზე.
ამ ადამიანს მე დაგემშვიდობებით ყველას წარმატებებს გისურვებთ და რა თქმა უნდა მომავალ შეხვედრამდე.